თუ არ შედიხარ პარლამენტში და ამ გზას ირჩევ, უნდა დადო ამის საპირწონე რევოლუციური გზა. დღესაც მოვაწვევდი ხელს ამ სიტყვებს. თუ რევოლუციაზე არ მიდიხარ, არც ის ხალხი უნდა დააჭერინო, ვინც ციხეში ზის. და ასევე ამბობდი თავის დროზეც, რომ მანდატებზე უარის თქმა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ეს სამშობლო მართლა უხსნელია, თუ მანდატებზე უარს ამბობ, პარლამენტზე უარს ამბობ და ამბობ, რომ ეს იყო პრინციპული და საკითხი, რომელიც რაღაცის ხოცების ლეგიტიმაციას განსაზღვრავდა, მაშინ რატო ღებულობ ამ არჩევნებს? ამ თვალსაზრისით ნაცების კრიტიკა სრულიად გამართულია. უბრალოდ ნაცები ასევე არ პასუხობენ შეკითხვას და რამდენ ხანს ვიქნებით ბოიკოტში, რამდენ ხანს აი ქართულ ოცნებას რამდენ ხანს ექნება 100% ყველგან. პარლამენტში 54 ხო დაიწერეს, აიღეს 100. რის შემდეგაც ჩვენ ვთქვით, რომ 97-3 მოიგო ბიძინამ, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ყველა მისი თამაში იქ ითამაშა. ახლა ადგილობრივ თმართველობებს აბარებ. და ფიქრობ, რომ აი საკუთარი თავზე ზიანის მიყენებით ქართულ ოცნებას აზიანებ. აი ეს აზრი ვინ დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში. მე ვეძებ შეხოთაშორის პირველ წყაროს, იმიტომ რომ რაღაცა უცნაური რწმენით მოძრაობს ჩემი კოლეგები. ასე მე ბევრ პროფესიაში ყოფილა, სხვადასხვა ადგილას მიმუშავია. და ასე ადამიანები არსად არცეთ პროფესიაში არ მოძრაობდნენ, რომ საკუთარი თავის დაზიანება ყოფილიყო მოწინააღმდეგეების განადგურების ტაქტიკა. არასდროს ასეთ მე რა სპორტიც მინახავს, რა თამაშებიც მინახავს, არსად ასეთი გზა არ ყოფილა წარმატებული და რატომ არის ეს ამ პროფესიაში, რომ მოდით კარგად გავინადგუროთ თავი, კარგად იმას ვქნათ, რა ქვია, ჩვენი არც ერთი ყველა პრივილეგიაზე უარი ვთქვათ, ბრძოლის ინსტრუმენტებზე უარი ვთქვათ, გავიკეთოთ მასკები და ვაშაგაოთ ხალხი A-წერტილიდან B-წერტილამდე. აი ეს ტაქტიკა რატომ ჩაითვალა თავის დროზე მომგებიან ტაქტიკად? ჩემი აზრით, ლელო სანამ ამაზე დისკუსიას არ გახსნის, სანამ თქვენს იმ კოლეგებს, რომლებიც უბრალოდ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, არ გაყრეს სამსახურებიდან, არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ არ გამოვა ეს დამაჯერებელი. მე უბრალოდ არ მჯერა, რომ ლელოს ეს უნდა, თორე როგორ შეიძლება ადამიანი ამდენი ხანი პოლიტიკაში იყო, ამდენი ფული გქონდეს და იმას ვერ ხვდებოდა, რა არის გასაკეთებელი ნაცვლად იმისა, რასაც აკეთებ. მე არ მჯერა, რომ ეს ბრძოლა არის, იმიტომ რომ მართლა რო იბრძოდეს ბატონ ხაზარაძე პირობითად, რომ მოედგინოთ, რომ ღმერთმა ყველას დაუფაროს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა რო ქონდეს და ჯანმრთელობისთვის რო იბრძოდეს. და რაღაც არ ყოფნის მისი რესურსები, რასაც ხარჯავს, ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებას მეტი ჭირდება. ხო მეც დახარჯავდა. და ხო უფრო აი დაუშვათ რაღაც მეთოდი აირჩია, ცუდ სამავთყოფოში მოხვდა და მკურნალობენ და კიდევ არ გამოზდის კარგად ეს ჯანმრთელობის. ხო სხვა სამავთყოფოში წავიდოდა. ხო უფრო მეც გადაეხდა. იგივე სანამ არ აკეთებს პოლიტიკაში, ხო არ დაიჯერებ. ხო როდესაც იგივე სიგიჟეს აკეთებს, როცა ამბობს, რომ ის კი არა რომ მოდი ნაცები დავარწმუნო რომ ერთიანი კანდიდატით გავიდნენ. აი დადოს მაგალითად თქვას რომ რავი ნაცებს ვაძლევ 5 მილიონს და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისე დაველაპარაკებოდი ჯერ. თუ მართლა ეს გინდა მართლა თუ გინდა ეს ან რატომ მეუბნები რომ ეს მინდაო, იმიტომ რომ შენ თუ კაპიკს არ ხარჯავ. არა რას გასთავაზობ კაცო. ეს ხო ბიძინავაშვილი რომ მოვიდა, ხო ასე მოვიდა და არ მოწონდა პოლიტიკური სპექტრი. მე გამოვლინდა რომ არ მოწონდა პოლიტიკური სპექტრი. მაგრამ ის ვინც იყო, ისინი ხო ყველა ერთად შეყარა. იმათ ხო ფული გადაუხადა და იმათ ხო რაღაცა ეს ხო როგორ არ გადაუხადა ეს რომელი ფაქტებია მე რასაც ვაპარაკობ, ყველა პარტიას ფული აქვს აღებული ბიზნესგან. თავის დროზე დღეს კი არიან ოპოზიციაში, მაგრამ მაინც ამის მიუხედავად. ხო და ანუ წარმოიდგინეთ ხო ასე იქცეოდა და ხაზარაძე ხო ამის საწინააღმდეგოდ გარბიან მისი პარტიიდან ხალხი. მე არ მჯერა რომ ხაზარაძე ამას გულისხმობს, არ მჯერა, იმიტომ რომ თუ ამას გულისხმობ, რომ შენ უნდა იბრძოლო მოგებისთვის, რომ უნდა გაერთიანო ეს ძალა, ამისთვის ხო ამბობ რაც არის გასაკეთებელი, შენ ხუნდა აერთიანებდე ხალხს. შენგან კი არ უნდა გარბოდეს ანადოლიძე და ის თავისუფლების მოედანი. პირიქით, შენთან უნდა მოდიოდეს ახალი ხალხი. მაშინ ვის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს? აი ეს უკვე სხვა საკითხი, ეს უკვე გამოდის როგორ გითხრათ, იცი რომ მე ხო არ მაქვს მტკიცებულება, რომ დაურეკა ბატონმა ბიძინამ ბატონმა. ეს ხო არ ვიცი. ამიტომ სანდროს არ მოწონს, როდესაც მე უაპელაციოდ ვამბობ, რომ ეს ხალხი მოსყიდულია. სხვა ვერსიას ემხრობა უფრო. ამიტომ არ გვაქვს ერთიანობა, ვიდებატებთ, პარტიაში ჩამოვაყალიბებთ ერთიან პოზიციას. ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია ლელოს თამადობით, მოსყიდულები არიანთო დეგენერატები და ერთიანი პოზიციით ვიმოძრავებთ.